აღარ არსებობს სახელმწიფოს მმართველობა, არსებობს კრიმინალური გარჩევებით გადანაწილება. ზის პახანი, რომელსაც მთავარი ქურდი. კი ბატონო, უდევს აგერ გვერდით დიდი სკივრი. არ გვახსოვს რომ მინისტრი ყავდა სარდაფში ფარცხალაძის ჩაყვანი? კი, თქვენ ესე იგი იცოდით იმის შესახებ, რომ ფარცხალაძემ ყოფილი მინისტრი ჩაიყვანა სარდაფში და ცემა. სარდაფი რო არ ჩანს აქ. ბიძინას მოქმედების მოდუსი არის საბჭოთა მაფიოზური. რომელი კრიმინალური ავტორიტეტები შემოვიდნენ ამ გარჩევებში? აკეთებდა და აკეთებს მილიარდებს. აქ მილიონებზე კი არა ლაპარაკი. იმაზე მეტი მოიპარა, ვიდრე მას უფლება ჰქონდა. პახანის წილი უნდა მიიღოს. კი, პახანის წილი უნდა მიიღოს და გარდა ამისა, ღარიბაშვილებს და ვიღაცებს ევროპაში ბულაობა მოუნდათ, ეწყინა ადამიანს. ივანიშვილმა რა როლი შეასრულა ამ სინდიკატების ერთმანეთთან დატაკებაში და ამ სინდიკატების სახელები და გვარები უნდა დავასახელოთ, ვიზე დგას. აქ უკვე სახელდება სამწუხაროდ უნდა ვთქვათ ესეც, ბიძინა ივანიშვილის შვილი. კი, ბერა ივანიშვილი თავისი ძმაკაცებით კონკრეტული სახელი და გვარებია. მაგ ამბავს შეიძლება გადაყოლო და გომელაური და ლილუაშვილი არის ძალიან ლოგიკური დასაშვები. და ერთ კლანზე დაყრდნობის მთავარი პრობლემა რა არის და ხიფათი რა არის. იმ ერთმა კლანმა შეიძლება ერთ დღესაც გადაწყვიტოს, რომ ბიძინა არაფერს არ ჭირდება. გელაგელაძის ხელით ხო არ მოგურები? გეკა. მოგეთ ეს ხალხი უნდა დავტესტოთ ქართველო ხალხო.